მოგესალმებით. 309 დღეა უკვე რაც აქ ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან იმართება საპროტესტო აქციები. აქ იკრიბებიან მოქალაქეები და აშღერებენ თავიანთ მოთხოვნებს. ეს მოთხოვნებია გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, ჩაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. ამის პარალელურად გვაქვს მოცემულობა, როცა ზუსტად 2 დღეში 4 ოქტომბერს მთავრობა თვითმმართველობის არჩევნებს მართავს. აქციების მონაწილე პირები, როგორც ბათუმში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში მოუწოდებენ მოქალაქეებს არ მივიდნენ არჩევნებზე. ისინი აპირებენ გამართონ დიდი საპროტესტო აქცია 4 ოქტომბერს, მაშინ როცა ოცნების ხელისუფლება არჩევნებს მართავს, თვითმმართველობის არჩევნებს. ამ დღეს შევიკრიბოთ რუსთაველზე და ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ამ ხელისუფლებას, ვაპროტესტებთ მის გადაწყვეტილებებს, მის რეპრესიულ პოლიტიკას და ახალ კანონებს, რომლებიც გამოიყენა ოცნების ხელისუფლებამ არასამთავრობო სექტორის და მედიის წინააღმდეგ. ასევე შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ყავს პოლიტპატიმრები, სინდისის პატიმრები, რომლებთან დაკავშირებითაც უმეტესწილად მიღებული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება და ისინი პატიმრობაში რჩებიან და მათგან უმეტესობა დაკავების შემდეგ საუბრობდა ძალადობაზე, მათ მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც, თუმცა ამ დრომდე არ ვიცით გამოძიების მნიშვნელოვანი დეტალები, ანუ რამდენად ეფექტურად წაიმართა გამოძიება. მოქალაქეების უმეტესობა, რომელიც არის პროტესტში, ემზადება 4 ოქტომბერს საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის ბათუმშიც ემზადებიან და რამდენადაც ვიცი, ბათუმის აქციების მონაწილეების დიდი ნაწილი, რომელიც ახლა აქ იმყოფება და ისინიც, რომლებიც აქ არ იმყოფებიან, აპირებენ, რომ შეუერთდნენ თბილისში საპროტესტო აქციას. შევახსენებთ, რომ ბოლოს დააკავეს გელა ხასაია, გირჩის წევრი, მას ედავებიან ძალადობას. გელა ხასაიამ თავად შეატყობინა ადვოკატის საშუალებით მისი პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს, რომ მის მიმართ იყო არასათანადო მოპყრობა პოლიციელების მხრიდან. ის ორჯერ გააშიშვლეს, რამდენიმე პირველ შემთხვევაში ერთ კაბინეტში, შემდეგ მეორე კაბინეტში. ასევე მან გამოაგზავნა წერილი აქციის მონაწილეებისთვის, სადაც წერდა, რომ არეშინია ერთადერთი რისიც მეშინია, ეს არის ქვეყნის დაკარგვა, წერდა გელა ხასაია ამ წერილში. შეგახსენებთ ასევე, რომ ანტიკორუფციული ბიურო პერიოდულად წერილებს უგზავნის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, იბარებს მათ სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე. ბოლოს, როგორც გავიგეთ, დაიბარეს არა ორგანიზაციის, არამედ საინიციატივო ჯგუფის წევრებიც კი და რამდენადაც ვიცით, იქ მიმართვაში ანტიკორუფციული ბიურო წერდა, რომ ამ ადამიანებს Facebook-ზე აქვთ გვერდი, აქ ათავსებენ ინფორმაციას, ათავსებენ ფოტოებს და ასე შემდეგ. ჩვენ გავესაუბრეთ ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომელიც არის დაბარებული და როგორც ის ამბობს, ორგანიზაცია საერთოდ არ აქვს დაფუძნებული და საუბარი არის მხოლოდ საინიციატივო ჯგუფის წევრების დაბარებაზე.
მე ახლა შევეცდები, რომ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით გავესაუბრო აქციის მონაწილეებს, ვკითხო მათი გეგმების შესახებ, რას აპირებენ და როგორ აპირებენ. თქვენ მინდა გთხოვოთ, თუ შეიძლება ბათუმელების ლაივში რომ ჩაგვერთოთ, მინდა გკითხოთ 4 ოქტომბრის თარიღთან დაკავშირებით, რას გეგმავთ შეუერთდებით თბილისის აქციას, თუ ბათუმშიც იქნება პარალელურად აქცია? ბათუმში იქნება დიდი ალბათობით, თუმცა თბილისში ვარ, თქონდა შეუერთდა რუსთაველზე ზოგადად 4 ოქტომბერი არის ის დღე, სადაც ყველა უნდა გავიდეს რუსთაველზე, არანაირი არჩევნები და რუსეთის ოპერაციაში მონაწილეობის მიღება. პირდაპირ ყოველი 4-ში რუსთაველზე და ვეუბნებით საქართველოს უარს და ვცდილობთ რომ რუსული სპეცოპერაციის წინაშე ავიმაღლოთ ხმად. ანუ თქვენ ცდილობთ რომ ამ აქციით აჩვენოთ რამდენად ბევრი მოქალაქე არის სინამდვილეში სხვა მხარეს, ევროპის მხარეს და მსოფლიოს დაანახოთ ეს ხომ როგორც ხდები. დიდი მადლობა ბათუმის აქციების ერთ-ერთი მონაწილე იყო ჩვენთან ერთად ლაივში. მან გითხრა რომ ის თავად აპირებს რომ არ დარჩეს ბათუმში და შეუერთდეს თბილისის აქციას 4 ოქტომბერს. თუმცა ბათუმშიც იქნება საპროტესტო აქცია, როგორც გითხრა. მე ახლა შევეცდები რომ ლაივში ჩართო ბათუმის აქციების აქტიური მონაწილე. თქვენ მინდა გკითხოთ, თქვენ რას გეგმავთ შეუერთდებით თბილისში თუ აქ დარჩებით აქციაში? დიდი სიამოვნებით შეუერთდებით ჩემი გოგო, მაგრამ სხვისი მოსავლელი ვიქნები გზაში. სხვა საქმეს დავუყო. არ მინდა მაგიკითხები. ერთადერთი ახლა გადავწევ იმად დედებს, ძმებს. ვინც სამხედროები მოდიან, ვინც პოლიციელები გადიან, თავისი ძმა და დის დასარბევად ღმერთმა არცეთ არ მიუყვანოს სახში ცოცხალი. თუ კი რომელიმე სამხედრო, რომელიმე ჯარისკაცი ხელს აწევს ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენ რაფერ, ჩვენ რატომ ვიძახით, გავიყევით ქართველები, დავიყალე ამ დაძაბულობისგან. ქართველია, ჩემი წაზე ცხოვრობს, ჩემნაირად ლაბარაკობს და მტერს უძახით. ამის ხვენია რომ ამბობ მტერს და სად მივდივარ? გამარჯვებას ვიძახით, ვისმე გამაგებინი ადამიანო, ქართველზე ამბობ, გამარჯვებისთვის მივდივარო. არ ხვენიათ ბიჭებო, ახალგაზრდა ბიჭებო, ჯარისკაცის დედებო, დღეს მე შავოსანი დედა ვარ, არტირი ვარ ჩემს შვილებს, დღეს თქვენი შვილები ყავენ სატირელი, რომ მე გაუშვით, თქვენ გაუშვით, დიახტებ თქვენ უბიძგეთ, თქვენ უნდა იყოთ პირველი დღეს გამოსული ქუჩაში და უნდა უთხრათ თქვენ შვილებს, არ აწიო ძმებზე და დებზე ხელებიო. ბიჭებო, გამოდით, მოდით გონზე, ეს გოგონები არიან თქვენი იქნებ მომავალი სასწავლეები. როგორ უნდა შეხედო მე თვალებში? როგორ უნდა შეხედოთ თვალებში? შედექით, გაჩედით, ადექით ფეხზე დედებო, ადექით არ გაუშვათ თქვენი შვილები. მე კი არ უნდა ვიყო ეს ახალგაზრდები კი არ უნდა იყო, თქვენ უნდა იდგეთ თქვენი შვილების დასაწყისად. ვის იცავს ამ ფულიან მახინს, სატანას ნამდვილად. დაგიწყევლით ყველა შვილებს, წყევლან მისულდება. მოწოდება არის რომ არ იძალადონ აქციაზე. არავითარ შემთხვევაში ამ ჯარისკაცებია, გოგონებია თუ ვისაც ფორმაცია და ხელს გაიწევს. მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ის ხელი მოეკვეთო. წყალის დამლევი არ ყავდეს. მადლობა. თქვენს რომ დაამატოთ შეიძლება. ანუ თქვენი მოწოდება არის რომ არ მოხდეს ძალადობა აქციაზე. მოქალაქეებს ნამდვილად გამარჯობა. პირველ რიგში ვიტყვი რომ ყველამ უნდა გამოვაცხადოთ, თუ ბრძოლა იქნება, იყოს ერთიანი და იყოს შედეგიანი. არა სისხლისღვრა და კატასტროფული და რაღაცები წარსულში რო იყო ცუდი რაღაცები, ესეთი ჩვენ არ უნდა. გვათვე აქ გავარ ქუჩაში, იმიტომ რომ იყოს მშვიდობა და ჩვენ შვილებს და შვილებს კარგი მომავალი გქონდეს. დაფიქრით ხალხო, გონსმოდი ორადა ერი დახრეჩილი და შევიერთეთ, არავინ არ წაიღოს ხელი მოქალაქეებზე. გთხოვთ პოლიცია, ჯარისკაცებო ყველა, დღეს გავიდე რომ ტელევიზია. აჭარიდანაც ყავან წაყვანილი. დაცვის უფროსები და ყველა ჩაქვიდან დასე მივიდნენ და სადაც დაცვა იყო, იქ არსად ერთი დაცვის უფროსი არ იყო. ყველა გაყვანილი ყავენ თბილისში. ძალიან გთხოვთ.
რომ გონს მევაგოთ. ხარა იგუპება საქართველოს. მეც ზავი. მადლობა, როგორც უსმენდით ჩვენს ლაივში აქ აქციის მონაწილეები მოუწოდებენ მთავრობას და ასევე პოლიციის თანამშრომლებს, ასევე ჯარისკაცებს, თუ მათ მოუწევთ აქციაზე გასვლა, არ იზალადოთ აქციის მონაწილეებზე, ჩვენს მოქალაქეებზე, არ გაიხლიჩოს ერი ორად, ასეთი იყო მოწოდება აქციის მონაწილეების. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც უკვე 309 დღეა იმართება საპროტესტო აქციები და აქ მოქალაქეები იკრიბებიან იმისთვის, რომ ისევ გააჟღერონ თავიანთი მოთხოვნები, ისინი არ აღიარებენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, აცხადებენ, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, გარდა ამისა დარღვეული იყო ყველაზე მთავარი უფლება, კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, ეს არის ფარულობის უფლება და რაც წინა არჩევნებზე CESCOM ვერ უზრუნველყო, როგორც იცით, მელანმა გაჟონა და უბანზე მყოფი პირებისთვის, დამკვირვებლებისთვის, მედიის წარმომადგენლებისთვის კონკრეტული ადამიანების არჩევანი გახდა ცნობილი, რაც არის მნიშვნელოვანი დარღვევა, როგორც ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების, იურისტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი დარღვევა, რომ თუ ამას მასიური ხასიათი ჰქონდა, მაშინ არჩევნების შედეგები უნდა გაბათილებულიყო. როგორც ხედავთ, საპროტესტო აქცია გრძელდება, მე ისევ შევეცდები, რომ ლაივში გავესაუბრო რამდენიმე მონაწილეს. თქვენ მინდა გთხოვოთ, თუ შეიძლება ბათუმელების ლაივში, არა? მადლობა, მე რაღაც პერიოდი ინტერვიუსაც ვიკავებ, ტემპერატურული. კარგი, მადლობა მაინც. მაშინ თემურ გორგაძეს ვთხოვოთ. თემურ, თუ შეიძლება ჩაგვერთე. გვინდა გკითხოთ, როგორც გილშის წარმომადგენელს ჯერ გელახასაიასთან დაკავშირებით, ვიცით რაც ხდება, გაშუქებულია ის, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს, ბოლო კომუნიკაცია რა ჰქონდათ და რა მდგომარეობა ახლა მასთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, გელაზე უფრო მეტად დედამისზე ვდარბობ ახლა, იმიტომ რომ დედამისი არის ტერიტორიაზე და ყველა გელა გამოვიდა საკუთარი მენეჯერალი უკვე ადმინისტრაციული დაჭერილი და ყველა აქ დაჭერის დროს იქაური აფხაზური ეგრეთ წოდებული მილიცია პოლიცია დაწყალ დედამისთან მიდის და იქ იმას ცალკე ემუქრება, რომ აი შვილს მიგიკლავ და აქედან დაურეკე და უთხარი რაღაცა მოკლედ და ძალიან აღელვებული არის ახლა დედამისი, ჩვენები ცდილობენ რაღაცა და ანუ კომუნიკაცია გაქვთ, ხო? და რაღაცა რა ვიცი, ცდილობ რომ თვითონ გელა თვითონაც იძახის რომ ჯერ გაუკვირვებაშია ვერ ხდება, იმიტომ რომ აი მეგონი რაღაცა საქართველოს ისტორიაშიც კი არ ყოფილა ნაცემი კაცი ჩაუდეს პოლიცია ამას რეალურად ფიზიკურად არ ყოფილა იქ და მეტად მაგალითად რაღაცა ვინც იცნობს გელას რა მეტრო 60 კილოა სამიკაცის კი არა თან თანხვედრაც არ იყო მგონი ჩვენებებს შორის მოწმეების, ხო? ერთი იძახდა რომ ორი ძმაკაცი მოვიდნენ, ერთი იძახდა რომ გელამოდი და წავიდა, მესამე იძახდა რომ სხვაგიდან ამოვიდნენ მეტროში და გელასაკავდა და საერთოდ პარამე იყო ოღონდ მაგამ ბავში მნიშვნელოვანი ის არის რომ ვინც დაიჭირა გელა, მაგას ადრე ბევრჯერ ყავს კიდე ადმინისტრაციული დაჭერილი და დაპირდა, ხო, დაგიჭერო. ყველა დაჭერილი დაპირებულია, ხო, დაგიჭირე, მათ შორის საბას უკანეთე გელას მოგიბალეს კოალიციები, პარტიები. მაგასაც ეგრე უგმობოდა და ეხლა გელას ეგში ახსნა, რომ აი ხოდა საბას ხო დამჭირეს ეს დაგიჭირე. ეგ იყო ამბავი, ელა მხნედ არის, უდიაში არ ნერვიულობს, ჩვენი არის. უბრალოდ რაღაცა გაოცებული არის, როგორც თვითონ ამბობს და ამეთ
ეს ველება ამ ქვეყანას ყველა ვარიანტში შანსი არ არის ამათ ესე რაღაცა ამდენი გოროტება ჩაიდინონ, ამდენი ადამიანი გააწამონ, ამდენი ოჯახები გააწვალონ, პატარაა საქართველო რაღაცა საბოლოო ჯამში რები ეგრეთ წოდებული გაუთავდათ და ეხლა თავიანთი ორგანიზმის ჭამა დაიწყეს. ეს ესე ვერ დასრულდა საბოლოო ჯამში ბოლოს ჩვენ მაინც მოვიძებთ და დაწესეთ. თემურ, ერთ საკითხზე მინდა გკითხო და დიდხანს არ შეგაწუხებ. 4-ში ბათუმის აქცია შეუერთდება თბილისის აქციას თუ აქაც იქნება აქცია? რა გეგმა არსებობს? ზოგადად ამ აქციაზე არა, მაგრამ ზოგადად ყველა აქციაზე როცა ამბობენ გეგმას მე მეცინება ხოლმე. ანუ ინდივიდუალურად გადაწყდება ვინსაც წავა, ხო? გეგმა მე არ მჯერა ეგეთი გეგმების დედამიწის ზურგზე ვერ მაჩვენებს ვერავინ, რომ რაღაცა აგეგმინი რევოლუცია მოხდა ან აგეგმინი თავის ან რაღაცა ახლა ყველა არის თავისი ინდივიდუალურად ახლა პარტიები, ორგანიზაციები, რაღაცეები იქ საორგანიზაციო საკითხი რომელიც ძალიან მარტივი რაღაცები არის, რაღაც პიკაპი ამოსაყვანის სცენა, საწყობი დინამიკები და სამონტაჟები. ანუ ერთადერთი შეთანხმება არსებობს, რომ ამ დღეს არ მივდივართ არჩევნებზე და მივდივართ აქ. ჩვენ პლანზე ანუ არა ქოცებში და ქოცებთან არ მოთანამშრომლე ხალხში, ამას ხაზგასმის ვამბობ, არის ეგ შეთანხმება, რომ ჩვენ ვართ პროტესტში და იმას, რასაც რუსული ციებია, მე ასე ვიძახი, ჩვენ არ მონაწილეობთ. მარტივი მიზეზის გამო და კარგია რომ მომის საშუალებას მინდა აღხსნა, არჩევნები ხო რას ნიშნავს, რომ მე საქართველოს ერთ-ერთი ქალაქი ვიდივარ და ჩემ წინ ძალაუფლებას, ჩემ წილს, მაგრამ ჩემ წილს ლეგიტიმურად, ლეგიტიმაციით გადავცემ ვიღაცას. ჩემი წილი ლეგიტიმაცია სხვას გადაეცემა არჩევნების საშუალებას. ეს არის ძალიან პრიმიტიული და მარტივი ახსნა არჩევნები. თუ კი ჩვენ არჩევნებზე მივდივართ, ჩვენ წინ ლეგიტიმაციას რომელიც გვაქვს ვაძლევთ ყაველაში. და რაღაცა შავწედიან გაცმაროს ახალი რა. ამიტომაც არის ხოლმე რომ არჩევნებად რო გვასაღებენ ეს ადამიანები და რო გვეუბნებიან რომ რაღაცა დილას არჩევნებზე მე იმას ეს ავტომატურად ნიშნავს რომ დილას ყაველაში ვიწნოთ და მე საღამოს დავაპროტესტოთ. ოჯახ აშენებულად დილას ლეგიტიმურად ცანი. ხო საღამოს რა გზია აპროტესტო რა გინდა? ან რავი 200 დღე თუ აქედეთ ჩემ გვერდზე და ეხა და რაღაცა 200 მე-1 დღეს გაგინათ და ვინახო და აღმოაჩინო რომ უიმე თურმე და საკრებულოს სკამი კაირა რა ყოფილა გასაგებად რომ ყველა ვიცის რომ საკრებულოს სკამზე იწოლოს რა საპროტესტი რა ვიცი რაგი პროტესტი ამიტომაც არის ხოლმე რომ ჩემი წილი ლეგიტიმაცია და თქვენ მაყურებლებსაც მინდა გითხრა რომ თქვენი წილი ლეგიტიმაცია არ შეიძლება ყაველაში უსიოს თუ თქვენ სადმე მიდიხართ და რამე პროცესში ერთვებით კი ავტომატურად თქვენი წილი ლეგიტიმაცია გადააბარეთ იმას და თქვენ ამბობთ რომ მათ პროცესი რომელიც მიმდინარეობს ეს არის ლეგიტიმური პროცესი სამართლიანი პროცესი და მეტნაკლებად დარგული როგორც აქამდეც იყო ხოლმე მაგრამ აქამდე არჩევნების რაღაცა მეტნაკლები ნიშნები მაინც იყო და ახლა ეგ აღარ არის ამიტომ არ შეიძლება არჩევნები ჩატარება ეს ბონიშმა გამიძებდა მაგრამ ეს უნდა მეტი რა შეიძლება რომ ჩვენ აქ აქციის ხალხი ვიღაცები ადგილზე რჩება როგორც მე ვიცი ბათუმშიც ბევრი ხალხი ვინც არ გამოდის ისინი დამოვლენ ბათუმს არის აქცია დაგებული ვიღაცები ყველა ინდივიდუალურად არის აქ და ვიღაცები თბილისში მივდივართ მე მაგალითად თბილისში ვიქნები მაგრამ აქაც რჩება ხალხი და აქცია აქაც და დღეს რამდენიც არის ამაზე ბევრად მეტი სავარაუდო იმიტომ რომ ბევრი ადამიანი მე პირადად დამოკონტაქტა მაგალითად და მე არა ვარ რაღაც თბილიანი პარტია არც ორგანიზატორი და თბილისში წამოსვლა უნდა და მე მაქსიმუმ რაღაც ერთი პირადი მანქანა მყავს ერთი ჩემი მეგობრის ორი მანქანის მეტი არ მყავს მიდივართ ხალხი და უთხარი მეტი არ მაქვს რომ ვერ დაგიყვანს და რაღაცებმა თქვა მაშინ ბათუმში სად არის აქცია რომ გამოვიდეთ ან ეს ხალხია ამ კითხვის დასმა ცოტა ისეთია ხო ანუ ხტებით რა კატეგორიაზე არის საუბარი 319 დღეა სად არის აქცია რომ იქ მაინც
მაინც გამოვარდა. ეგეთი 20 კაცი არის, მე ვის დამეკონტაქტა, მაგალითად, საერთოდ ხუთს დაეკონტაქტა. ამიტომ მგონია, რომ ვიღაცები იქნებიან ყველა ვარიანტში აქციაზე და ვიღაცები იმაზე მეტი ვიდრე აქამდე იყო ბათუმშიც. თბილისში ბუნებრივია დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ხალხი იქნება. დანარჩენი რა ვიცი პროცესია, მე ესე უყურებ ხოლმე და ბევრჯერ გავხსენი, რომ ჩვენთვის აქ ვინც 300 რაღაცა მერია ვარ 4 ან ხოცურ საქართველოში შემოს მე 23 თუ რაღაცა მე იქნება კიდევ აქ შევიკრიბებით ან უხოცო საქართველოში რა ვიცი ვიზეი ჩვენ ზაბე არის ანუ ვიღაცები ახსნიან ხოლმე აი ფრუსტრაციას გამოიწვევს და თან თვითონ არასდროს არ მოდიან აქციაზე ოჯახა შენებულო შენში რა ფრუსტრაცია და გამოიწვევს ისედაც არ დადიოდი ხო აქ ვინც ვარ არავინ არ ფრუსტრირდებით მაგით ჩვენ 300 დღე თუ იარეთ რა 351-ს და 52-ს მოვალ. ამიტომ ეგ არის იდიოტობა და რაღაცა. ხემურ, ერთ საკითხზე მინდა გკითხო, შენ წერ ხოლმე ხშირად, ეხმაურები რაღაც საკითხებს და აქაც მგონია რომ რაღაც მქონდა მათ შორის აქცენტები მაგაზეც, მაგრამ მაინც მინდა უფრო მეტი უთხრა ჩვენს მაყურებელს. ხშირად ამბობ, რომ უფრო მკაფიო უნდა ვიყოთ, როცა რაღაცაზე ვსაუბრობთ, როცა ვიღებთ გადაწყვეტილებას, უფრო მკაფიოდ უნდა ვაჩვენოთ ჩვენ სად ვართ. იქით, აქით არ გამოდის, ამას ვამბობ, იმას არ ვამბობ, არ გამოდის, ამას გავაკეთებ, იმას არ გავაკეთებ, არ გამოდის. რაღაც ასეთი მინიშნებები გაქვს ხოლმე. მოდი უთხარი მაყურებელს, რას გულისხმობ უფრო მარტივად. ზოგადად ჩვენ მე რაღაცა არ ვთქვი თავს პოლიტიკოსი ხო რა არის მე ესე ვუყურებ პოლიტიკას ან ძალიან მეზიზღება პოლიტიკოსობაც და ზოგადად პოლიტიკაც პარტიული გაგებით ანუ სხვა საქმეები თუ ან სხვა ინტერესები ეს ალბათ კიდე ცალკე პრობლემას უკავშირდება ან სხვა ინტერესები უბრალოდ ვიღაცა ვინც ვიღაცა ეს ხო უნდა გააკეთოს ის კეთებას მე მიწევ მე მიჩნია ეს პარამე ვაკეთებ ესეთი მივაგან პოლიტიკოსი თუ ქვია ეს იმას არნიშნავს რომ რაღაცა ხოილები უნდა ილაპარაკო ისეთი რომ აი ხალხს მოაწოდო მაგალითისთვის რაც მახსენდება პირას გადავიკეთება რაც მახსენდება არის ის რომ გუშინ წინ გრიგორ გეგელია პირდებოდა რომ რაღაცა ჰარკო პანდემიას აკვეთდა და უსაფრთხო დალადებს დააკეთებდა რომელიც კენ ციფრის თბილისის საკრებულოში ანუ რო წარმოვიდგინოთ თბილისის საკრებულოს არც ერთი ეხება და არც მეორე ანუ საკრებულოს ფუნქცია საერთოდ არ არის უსაფრთხოება შესაძლეს ეხება და ნარკოტიკის აკრძალვა საერთოდ არ არის საკრებულო მაგრამ განსხვავებულს გამარჯვებს იმიტომ რომ ხალხს ის მოწონს ჩაატარეს კრება მაგალითად მოსამართლეს ეს ბევრია ჩაატარეს კრება საერთოდ გამოჩნდეს რომ ნარკოტიკი არის პრობლემა და მოდი დაუპირდეთ რა პრობლემა არის თქვა ეს ანუ ეს გონიათ პოლიტიკა ცხოვრების რაღაც ეტაპზე ამაზე თვალს უჭავდი ხოლმე და მოდი რაღაც წყალებში გუწმელად ვიყო ამაზე თვალის დახუჭვას მხოლოდ ზურა რომ აი იქნებ დიდი ერთობა გამოვიდეს იქნებ რაღაცა ერთი ფრონტი შევქმნათ იქნებ რაღაცა ერთიანად ვებრძოლოთ იქნებ რაღაცა რაც არის ესენი არიან აქეთა მხარეს ზოგადად ამ განწყობაზეა ხოთა შორის და კაი არო ციხეშია რომ ეხლა მაინც ვეღარ თხოვს და წერილებს დიდად არ ვითვალისწინებს ხო და აი მაგ მოუძე იყო რომ აი რაღაცა იქნებ რამე გამოვიდეს იქნებ რაღაცა ესენი ერთმანეთთან შევქმნათ ახლა კი თხოვს და უბრალოდ მაგას ჭყვეტ და რაღაცა დიდი ერთობა დიდი ერთობა ხო და მეც ამ მოდიდან თვალს უჭავდი ხოლმე რომ ზუსტად ვიცოდი სახელმწიფო მაინც არ უყურა ბათუმში რომ მოძრაობენ 19 პარტია რო აქვს გამოცული და სულ ლიგოდნიკები რო იყვნენ მაგ ხალხის ერთად ვიყავი აქციები რო დაიწყო იმ დღიდან და იმ დღიდან შუბზე ეწერათ რომ აინტერესებდათ საკრებულო ან რამეს კან მაგალითისთვის რა ვიცი ბევრი ადამიანი მათ შორის ვიყავით ვინც დადიოდა ზოგი ასაკიანი ზოგი ახალგაზრდა როგორც კი რაღაცა თანხმობა გაინაღდეს მაგის მე აქციაზე აღარ მოსულა ან მაგათთვის სამშობლო იწყება საკუთარი სარგები და მაგ ხალხს თავზე არ ვამხელდი ხოლმე ანუ არ ვამბობდი რომ ხალხო თქვენ ვართ ვიგო ანუ ამბობ რომ რაღაც დიდი ერთობისთვის რომელიც მაინც არ გამოვიდა არ ღირს რომ თუ ჩვენს რაღაც ნაწილში თანამოაზრესთან გვაქვს რაღაცა კრიტიკული დამოკიდებულება კონკრეტულ ქმედებასთან დაკავშირებით, ჯობია რომ ვიყოთ უფრო მკაფიოები და ეს ვუთხრათ ხო? ეგრე ვარ ხოლმე. მაგითო აქამდე მაგალითად ავე არასოდეს სადმე ამდენი წელი გავიდა და ჩემი ლელოს გაკეთებული სადმე სმენა და რა ვიცი, ლელო არის პარტია რომელიც 1000 ლაგანად ესასკეთებდა გამომფრენი ეგრეთებული კალკულატორი რო აიღო და დათვალო 720.000 ესენია და რო გაამრავლო რაოდენობაზე რო გაამრავლო 720.000 და შემდეგ რო გაამრავლო 12-ზე სადღაც 13 თუ 12 მილიარდი და ბიუჯეტი გვაქვს
რაღაცა მინჯურის ნახევარი მიაქვს მაგას. იდიოტობას პირდებოდა, მაგრამ ამასაც კი არ ვამბობდი, რომ კაი ჯანდაბას ოპოზიციონერები არიან რაღაცა, მაგ მოვიდით, რომ იმედი გქონდა, რომ რაღაცა ეს ხალხი ჩვენკენ იქნებოდა. საბოლოო ჯამში ავხსნა, რომ ეს ხალხი არიან საკუთარი მიგოდას, მაგათი ბანკი დადის ბრიტანეთში და ინგლისში თუ სადაც ამერიკაში და ეხლა წება იქავრებს რომ ბიძინა არ დაასანქციოთ მაგათი უფროსი რასაც სუსის საქმეს ეძახდა ჯერ მე იგივე როგორ ეხლა მაგას ბიძინა არ დაასანქციოთ ეგ დადო ნუ ჯანგირაშვილი ოფიციალურად დადასტურებული ამბავია ნუ ჯანგირაშვილი არ არის რაღაცა ის მე უბრალოდ გადმოვაზია მაგრამ ეგ სხვა ინფორმაცია სხვა წყაროებიდანაც ისმენია სხვადასხვა და ზუსტად იცი ეგრე იყო თბილისის ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუსხეკიძე დადიოდა ბრიტანეთში და ამერიკაში და მუშაობდა იმაზე რომ ბიძინას თუ გაასანქციებთ ოღონდ ეს იქიდანაც ვიცი ბრიტანეთიდანაც და იმედანაც მაშინ არ მქონდა უბრალოდ ამის შესაძლებლობა იმიტომ რომ რაღაცა მუშაობები მიდიოდა პროცესები მიდიოდა და იქნება მომგვალებები კი ეს უკვე ნინო ჯანგირაშვილმა დადო როგორც ჟურნალისტმა რა ვიცი მის ფეიბლიკები ეხლაც იყო და თბილისის ბანკის ვახტანგ ბუსხეკიძე და საქართველოს ბანკის რეგენავალ მემბერი ეგორი ადამიანი იმაზე მუშაობდა კარგი ხანია იმიტომაც დააგვიანა ბრიტანეთის სანქციები და ეს სანქციები გამზადებული იყო მაგ ხაზარაძეებმა შეაჩერეს ბრიტანეთის სანქციები თავისი ბანკებით იქ ლობირებით და პარალელურად თავისი აქ არჩევნებში შესვლა ხო მეორე მხრივ მათაც ჰქონდათ ხომ რიგი გამოწვევები რისკები და საუბრობენ არგუმენტი, რადგან არ ეძლევა საშუალება ეხლა პასუხი გაქცეს, ხო. მე მინდა გკითხო, რომ ხო, რიგი ექსპერტებისა ეთანხმებოდა იმ მოსაზრებას, რომ ეს არის ბრძოლის ერთ-ერთი ხერხი, სახე არჩევნებში მონაწილეობა და თუ არიან რიგი ექსპერტები. ჩვენ წერდით. არა მხოლოდ. ხაშვილია თუ რაღაცა. ხოცები. გასაკუთრებით რომ არის ხოცები. გიო ხაშვილი. ბიზნა მოათრია. აკა მე გავუშვა ექსპერტად. პარტიაზე გარშემო დაყვას ხოცები გახარიას პარტიიდან არის ჩაკმერ სადაც. ხო, გახარიას პარტიას წარმოადგენს ახლა უკვე. ხოცები. ვიგოდნიკები საკუთარი ვიგოდაზე ყველაფერს გააკეთებენ რაც დაჭირდება რაც ვიგოდის მოტოვებული იქნას უნდას ილაპარაკი მაგრამ მასეც რო იყოს მაგას ხო ხაზარაძე თვითონ იძახდა ხო თქვენც სმენიათ უამრავი ვიდეო არსებობს რომ არჩევნებზე საუბარი არის პოლიტპარტნიორის ღალა კი არჩევნებზე საუბარი არის ის შემოგვებული თემა ელისაშვილი იძახდა რომ ლეგვის ფოთლები ხო არ გავხდები ხო იძახდნენ მე ხო არ ვიგონი ხო და ეხლა ხო გამოდიან ლეგვის ფოთლები თავიანთი სიტუაცია მე ხო არ დავაყრალი არა ხო გამოდიან ლეგვის ფოთლები მაგრამ მეც მოვიწოდე ამიტომ უწოდე ახანდი არ უწოდე მე მიგებოდა რა არ მიგებოდა მათ თავის დაარქვეს ლეგვის ფოთლები და ბიზნესთან თანამშრომლობა და ნიშები არავინ არა რატოს ის მიგაგვარამიანი კამელია გაზეპარის ეს და რატო არის ხაზარაძე გარე შემთხვევით იმიტომ ხო რომ ბიზნესთან ეგრე შეთანხმდა რომ მის ბანკს უნდა გაეწია ლობირება რომ არ დაესანქციებია ბრიტანეთს მან ციხიდან უნდა გამოსული შემთხვევით იმიტომ ხო არა შემთხვევით იმიტომ ხო არა რომ ეხლა ლეგიტიმაცია მიწება იმიტომ ხო არ გაჩნდა სანქციები რამდენი ხანი აღარ წმინია საზღვართან ალღები რომ მოდიოდა სანქციების ახლა რო აღარ არის რატო ის ხალხი ესე უყურებს მაგამ ბავშვს რა თუ ბოლოს როგორც ვიცით მოსამართლეები დაასანქცირეს კიდევ იყო დამატებით და თუმცა ბრიტანეთიდან სანქციები არ ყოფილა ჯერჯერობით. სანქციები შეაჩერა ხაზარაძემ თავისი არჩევნებში შესვლა თავისი თბილისის ბანკის ლობირება. ეს არის ძალიან მკაფიოდ უკრე. აქამდეც მისული ყავს. ვერ ვამბობ, ეხლა ვამბობ. იმიტომ რომ ჟურნალისტებმა და ნინო ჯანგირაშვილს იდეებს ეს. მადლობა თემურ გორგაძე საუბრობდა ბათუმელების ლაივში ის გირჩს წარმოადგენს. თემურ გორგაძე მისაუბრა ლელოს გადაწყვეტილებაზე, არჩევნებში მონაწილეობაზე და მან გამოთქვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებითაც, რომ შეიძლება არსებობდეს გარკვეული შეთანხმება, რატომ არიან სხვა ლიდერები ციხეში და როგორ მოახერხეს ლელოს ლიდერებმა ციხის დატოვება. ამაზე საუბრობდა ის ჩვენს ლაივში, გეტყვით ასევე იმასაც, რომ როდესაც გაჟღერდა ნამყა ხაზარაძისა და ჯაფარიძის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია, ეს თავად ლელომაც კრიტიკულად და მწვავედ შეაფასა
ეს გადაწყვეტილება ლელოს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ თქვა, რომ ეს იყო მზაკრული გადაწყვეტილება ოცნების მხრიდან მიზანმიმართული, ასევე არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ლელოს პოზიცია არის ის, რომ ეს არის ბრძოლა და არჩევნები არის ერთ-ერთი გზა ბრძოლის, რომ დამარცხდეს ბიძინა ივანიშვილი. როგორც ხედავთ, საპროტესტო აქცია გრძელდება აი ამ მოსაზრებას, რომ არჩევნებით შეიძლება დაამარცხო ბიძინა ივანიშვილი, არ ეთანხმება 8 პარტია, რომელიც არ მონაწილეობს არჩევნებში, მხოლოდ 2 პარტია, გიორგი გახარიას საქართველოსთვის და ლელო მონაწილეობენ საპარლამენტო არჩევნებში. მათი პოზიცია არის, რომ ასე უნდა ებრძოლონ ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას. 8 პარტია აცხადებს, რომ ისეთ პირობებში, როგორიც გვაქვს დღეს საქართველოში, როცა საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ არც კი განიხილა საჩივარი საკონსტიტუციო უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, ასევე რუსულ კანონთან დაკავშირებით, ასეთ პირობებში არჩევნებში მონაწილეობას აზრი ეკარგება და არჩევნები არ არის. ამას აცხადებს 8 პარტია. ამასთანავე ისინი ხაზს უსვამენ, რომ ქვეყანას ყავს პოლიტპატიმრები, სინდისის პატიმრები და არჩევნებში მონაწილეობა მათი ღალატიც არის. ასე აცხადებენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები, პარტიების წევრები, რომლებიც არ მონაწილეობენ არჩევნებში. ბოდის გიხდით, ბათუმელების ლაივში მინდა გთხოვოთ ერთ საკითხზე. როგორ ფიქრობთ, ბათუმის აქციაც წავა თბილისში, შეუერთდება აქციას 4 ოქტომბერს, როცა არჩევნების გვაქვს და დიდი საპროტესტო აქციაც, თუ აქაც იქნება აქცია? აქცია იქნება აქაც, არის დამჩენი ხალხი და ძირითადი მასა მივდივარ თბილისში. ყველაზე მთავარი აი ითქვა, რომ ამ აქციის მონაწილეები აბსოლუტურად ყველა ვარ წინააღმდეგი არჩევნების და არჩევნებში მონაწილეობას. რატომ? იმიტომ რომ მოსკოვში დაწერილი სცენარის მიხედვით მომხდარია სახელმწიფო გადატრიალება, სათავეში დღეს არიან ყაჩაღების და მკვლელების ბანდა. როგორც შეიძლება მაგათი დაწერილი კანონების მიხედვით და მაგათი ზედამხედველობის ქვეშ რაღაც არჩევნები ჩატარდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ფიქრობ, რომ ეს მთავრობა, რომელიც ატარებს არჩევნებს, არ არსებობს საქართველოში მთავრობა, არ არსებობენ საქართველოში პატიმრები, რადგანაც პატიმრები კი არა, ტყვეებია, დატყვევებული ხალხია. ჩვენ აბსოლუტურად ყველა დატყვევებული ვართ ფაქტიურად. მიტაცებული აქვს ხელისუფლების ბანდას და ყაჩაღებს, მიტაცებული აქვს აბსოლუტურად ყველა სასიცოცხლო მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტები. იყენებს პოლიციას, იყენებს სასამართლოს, ყველაფერს, აი აბსოლუტურ დონეზე. მაგათი გამოცემული კანონებით და მაგათი საქციელით ბავშვების ბარონ მიუნხაუზენის ზღაპრები მახსენდება და იქაც არაა ისეთი ფანტაზია იმ ზღაპრებში, რომ რათაც აგენის სარგებლობენ. აი სასწაულებს იგონებენ და ყველაფერზე წამსვლელები არიან. ამიტომ ძალიან გითხავთ თუ შეიძლება, კარგი თქვით და გითხავთ. ერთი რამეს ვიტყვი და ძალიან ხოთ არ გამაწყვეტიო. ყველამ როგორც 2x2 4, აბსოლუტურად ყველამ უნდა იცოდეს 4 ფაქტი. რაც ნიშნავს რუსული მმართველობა საქართველოსთვის. პირველი, რომ რუსული მმართველობის ქვეშ მილიონამდე ქართველი მოკლეს. 3.5 მილიონი ერიგვა. მილიონამდე ქართველი მოკლეს. მეორე ფაქტი, ყველა რუსი მმართველის ყველაზე დიდი ოცნება იყო გრუზია без გრუზინ, საქართველოს ქართველების გარეშეო. მესამე, აი ხოლმე გამაოგნებელი ფაქტი, რომელსაც არ ვიცი მსოფლიო როგორ ეგუება და როგორ ფიქრობს. დედამიწის ზურგზე მეხუთე 500 წელი არ ყოფილა ასეთი ფაქტები, რომ მე-20 საუკუნეში
კავკასიაში არსებობდა ორი ერი, აბაზგები და უბიხები. დედამიწა ზურგიდან გააქრეს, საერთოდ არ არსებობენ უკვე ეს ერების ქვეყანაში. და მეოთხე ფაქტი, ჩემთვის ყველაზე მტკივნეული, მე სოხუმელი ვარ და აი ამ დროშის ქვეშ 15 ვაჟკაცი მყავს სოხუმში დაღუპული. სოჭი იყო ჩემი ქალაქი. აი დღეს როგორცაა სოჭი, საქართველო იყო 100 წელი არაა გასული იმის მერე, რაც სოჭა იყო საქართველო. და აი როგორცაა სოჭი ისე გვემუქრება. ყველას აი სხვანაირად ვინსაზრომებს ხო? გვიდგას პირდაპირ შვილებს ვედენებით სასაკლაოზე. არანაირი მომავალი არ არსებობს. თუ კი მანამდე 10,000 წლის განმავლობაში საქართველოში თაობა არ გაზრდილა, რომელსაც ბრძოლა არ ქონია თავისუფლებისთვის და ყველა თაობამ რაღაც ომი და ჭერვარამი გადაიტანა. არ არსებობს თაობა. ხო, ისე ერთი პატარები არიან და ვემუქრება თალიანად გაქრობას. მე საბჭოთა კავშირში დავიბადე და ჩვეულებრივად ახლა გძნობ რომ ვიყავი რიგითი საბჭოთა აბსოლუტურად საბჭოთა მოქალაქე იყო. მადლობა ბატონო ზურაბ, ბათუმელების ლაივში საუბრობდა ბათუმის აქციების მედროშე. აქ მოსული არის ბატონი, რომელიც აპროტესტებს. როგორც ვიცი, თქვენ აქციას აპროტესტებთ ბატონო? არ დაგინახ. აქ მოსული არის ბატონი, რომელიც აპროტესტებს, როგორც მივხვდი, საპროტესტო აქციას და აქ ახალგაზრდების შეკრებას. ახალგაზრდები აქ არ უნდა იყვნენ, ასეთი იყო მისი პოზიცია. როგორც ხედავთ, დატოვა უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია. თორნიკერი ჟვაძეს გაუმარ? ჯოს! ბელა, მინდა გთხოვო რამდენიმე სიტყვით ჩაგვერთო ბათუმელების ლაივში. გვაქვს ორი რეალობა, ორი დღე დარჩა ფაქტობრივად 4 ოქტომბრამდე, როცა დაანონსებული არის ორი მთავარი ამბავი. ერთი ეს არის დიდი საპროტესტო აქცია და მეორე არჩევნები, რომელსაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქციების მონაწილე ჯგუფები პროტესტს უცხადებენ და სხვაებსაც ეუბნებიან, რომ არ უნდა მივიდნენ ამ არჩევნებზე, ეს იქნება ღალატი. როგორ ფიქრობ, ამ დღეს როგორ უნდა წარიმართოს პროცესები? ძალიან მიჭის მომავალში გადახედვა და ამაზე რეფლექსია აქედან. სიმართლე რომ ვითხრათ, ძალიან რთულია ამაზე ლაპარაკი. არ ვიცი, ერთი ის არის, რომ წინააღმდეგობა აუცილებლად 4 ოქტომბრის მოვლენების განვითარების მიუხედავად, როგორადაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს. მაინც მეც მოუწოდებ საზოგადოებას, რომ გამოუცხადონ ბოიკოტი არჩევნებს და არალეგიტიმურ მთავრობას არ მისცენ ლეგიტიმაცია და უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე და გამოხატავ მწუხარებას იმ ოპოზიციურ პარტიების გამო, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მებრძოლი ახალგაზრდების ხმა და მათ ერთგვარი შეთანხმება გააფორმეს თავიანთი ქცევით არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან და ამით მიანიჭეს მათ ლეგიტიმაცია. ძალიან სამწუხაროა. 4 ოქტომბერი იქნება ძალიან ხალხმრავალი და ერთიანობის მადემონსტრირებელი დღე. მე ზუსტად ვერ ვიტყვი რა მოვლენათა დინებას ექნება ადგილი და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება რაღაცა აფერწური მდგომარეობა ან აქტი. იმედს ვიტოვებ, რომ საზოგადოება შეინარჩუნებს კონსტიტუციულობას
და გამონახავს გონივრულ გზერს იმისთვის, რომ საბოლოოდ ხელიდან გამოვტაცოთ ამ ივანიშვილის მთავრობას საქართველოს და მისი ბედი. მადლობა ბელა. ბათუმის აქციების მონაწილე ბელა შანავა საუბრობდა ბათუმელების ლაივში. როგორც გვითხრა, ის არ ეთანხმება არჩევნების ჩატარებას საქართველოში და არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და იქნება საპროტესტო აქციაზე, სხვებსაც მოუწოდებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და აცხადებს, რომ ამ დღეს აქცია უნდა იყოს ორგანიზებული, მშვიდობიანი და კონსტრუქციული. მადლობა რომ გვიყურეთ, ეს იყო ბათუმელების ლაივი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან, როგორ ვითარდება ქვეყანაში მოვლენები. ამის შესახებ წაიკითხეთ ბათუმელები ჯიზე, ასევე ნეტგაზეთი ჯიზე. მადლობა.